გამაგონეთ თქვენი ხმა. თქვენ გენაცვალეთ მე თქვენ. ეხლა რომ მოვდიოდი აქ ამ აქციაზე, ერთმა ქალბატონმა გამაჩერა და მითხრა, ყველა ვინც აქ მოვა დღეს რუსთაველზე, აი აქედან ვარდების მოედნამდე და აქედან თავისუფლების მოედნამდე. ეს ხალხია გულანთებული პატრიოტი ამ ქვეყნისო. ბევრმა ვერ შეძლო მოსვლა, მაგრამ ვინც ტელევიზორების ეკრანებთან შემოხედეთ ამ ხალხს, ვინც დღეს აქ შეიკრიბა და იცოდეთ რომ ეს ხალხი დაიცავს თქვენს ხმას, რომელიც უსინდისოდ მოიპარეს. ქართული ოცნება პატრიოტიზმზე გველაპარაკება. არ ხართ თქვენ ბატონებო პატრიოტები. პატრიოტი ის არის, ვინც სხვისი ოჯახის გაჭირვებას და სხვისი დედის ცრემლს თავისად აღიქვავს. ვინც სხვისი ოჯახის გაჭირვებას და სხვისი დედის ცრემლს თავისად აღიქვავს. პატრიოტი ის არის, ვინც კაბინეტში რო შედის, უკვე მზად არის ხალხის მოთხოვნისთანავე დატოვოს ეს კაბინეტი. პატრიოტი ის არის, ვისაც სჯერა რომ 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ჩვენ პოლიტიკურ ისტორიაში იზოლირებულ ეპიზოდად არ უნდა დარჩეს. ვისაც სჯერა რომ სასამართლო უნდა იყოს უმაღლესი ინსტანცია და ხალხის ნების გამომხატველი და ვისაც სჯერა რომ ეს ქვეყანა არის საქართველოს მოქალაქისთვის, ხელისუფლება არის საქართველოს მოქალაქისთვის და არა მოქალაქე არის ხელისუფლებისთვის. იზახიან გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდაო, აღარ გათავდა ეს დედააფეთქებული გვირაბი. მართლო ნების მოქალაქეების არჩევანის პატივისცემა, აი რა გვჭირდება ჩვენ, ვინც დღეს აქ შეიკრიბა ბატონო ხელისუფლება, შეხედეთ ამ ხალხს, პირბადეებშია სუყველა იცავს შესაძლებლის გვარად იმ წესებს, რაც დაწესებული გაქვთ, მაგრამ მთავარი წესი რო არ დააწესეთ, რომ არჩევნები არ უნდა გააყალბო. ვერც ერთი პარტია ჩემო ძვირფასებო ვერაფერს ვერ შეძლებს და ვერც პარტიების ერთობა ვერაფერს ვერ შეძლებს, თქვენ თუ არ დადექით მტკიცეთ და ამიტომ აქ ეს თხოვნა არ დაიღალოთ, არ დანებდეთ, არ მიატოვოთ ეს საქმე, იმიტომ რომ სახში მისასვლელები ვარ და შვილებს უნდა ჩავხედოთ თვალში და უთხრათ, ან ასეთ ქვეყანას გიტოვებთ, რომელზეც ამ ტრიბუნაზე 88 და 90 წელში მდგომი ხალხი ოცნებობდა, ან და კიდე გიტოვებთ პოსტსაბჭოთა ჭაობს, საიდანაც თქვენ გაიქცევით უღველა. გენაცვალეთ მე თქვენ გაუმარჯოს ქართველი ხალხის გამარჯვებას, ჩვენთან არის ღმერთი.